საქართველოს ელექტრომობილების წილი მთლიან ავტოპარკში ძალიან მცირეა, იმის ფონზე რომ დასავლეთის ქვეყნებიდან აზიის განვითარებული ნაწილი საკმაოდ აქტიურად აახლებს ავტოპარკს. კი, ბოლო პერიოდში ტემპი მსოფლიო მასშტაბით ჩენელდა, თუმცა ზრდა მაინც არსებითია. ჩვენი ქვეყნისთვის არის თუ არა მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურა და როგორ ვითარდება ეს ბიზნესი. ბაქარ ლომსაძე, Green Charge Georgia's ტექნოლოგიების დირექტორი გვერდება პირდაპირ ეთერში. ბაქარ დილომშტობის. მადლობა მობრძანებისთვის. მე აღმოაჩინე თქვენი კომპანია, რომელიც მუშაობს ელექტროდამტენების განვითარების მიმართულებით. დღევანდელი მოცემულობა როგორია, როგორ ვითარდება ზოგადი შეფასება ეს ბიზნესი საქართველოში და შემდეგ ვისაუბროთ უკვე ბარიერებზე და გამოწვევებზე. ჩვენ დაახლოებით მე შეუერთდი 1 წელია იდეაში კომპანიას დაახლოებით ამ დროიდან გახდა აქტიური. ბოლო 1 წელია ჩვენ იდეაში ვაკეთებთ ფაქტობრივად სატესტო პერიოდი გვაქვს შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ ძალიან რთული სფერო არის, ძალიან დიდი ფინანსები ჭირდება, ძალიან დიდი რესურსები, ძალიან დიდი გამოწვევები და ასე შემდეგ. ამ 1 წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გავშალეთ, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დონეზე თბილისში და რეგიონებში ქსელი და მუშაობთ იდეაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავშალოთ, რაც შეიძლება ქსელი, რომ შევძლოთ მომარაგება დამტენებით ზარდი რაოდენობის მანქანებისთვის, ელექტრომობილებისთვის. წელს შემოვიდა 3265 ერთეული ელექტრომობილი. ყველა ალბათ არ დარჩება ქვეყანაში, მაგრამ ნაწილი დარჩება, რეგისტრირებული არის 7777 ალექსი ნონიაძე. გითხრა რამდენიმე წუთის წინ. რამდენად თანაზომიერია დამტენების რაოდენობა ამ 7777-თან? სამწუხაროდ არ არის ალბათ შემიძლია რომ თქვა, ჩვენ შემთხვევაშიც აი როგორც გითხარით, რომ ეს პერიოდი კომპანიას ჰქონდა სატესტო და ფაქტობრივად სწავლობდით და ვაკვირდებოდით მომხმარებლების ქცევას და ასე შემდეგ. ამ წუთისთვისაც კი, ამ პატარა რაოდენობა მანქანებისთვისაც, გლობალურად შევხედოთ, ძალიან პატარა რაოდენობაა ეს 7000. მაგისთვისაც საქართველოში არ არის საკმარისი დამტენები. არ არის ეს ბიზნესი დღეს მიმზიდველი თუ რა ბარიერებია? მიმზიდველი ალბათ არის, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სფეროა, მომავლის სფეროა, ანუ იდეაში მომავლის ბიზნესია, ასე ვთქვათ. უბრალოდ ძალიან ბევრი პრობლემები არის. როგორც მანამდე აღვნიშნე, ძალიან დიდი რესურსები ჭირდება, ძალიან დიდი თანხა ჭირდება. თითოეულ დამტენის მოწყობა ჭირდება ძალიან დიდი რესურსები. ასევე ლოკაციების პრობლემა გვაქვს ჩვენ პირადად ძალიან დიდი. თვეები გვჭირდება დაახლოებით რომ რაღაც ლოკაცია ვიპოვოთ, შემდეგ ნებართვები მოვიძიოთ, დენი მივიყვანოთ, დენის მიყვანა ძალიან პრობლემური და ძალიან ძვირი, ასე ვთქვათ. თვითონ დამტენების რა თქმა უნდა ძალიან ძვირია და ეს დაერთების ღირებულება განახევრდა, ჩვენ გვახსოვს ეგ გადაწყვეტილებაც, დაერთების ღირებულება განახევრდა. მაგრამ ეგ არ არის ისეთი სტიმული, რომ რაღაცნაირად 100% დაეჩქარებინა პროცესი. რა შეიძლება გამოსწორდეს, გულისხმობ, რა შეიძლება სახელმწიფო ამ შემთხვევაში გააკეთოს იმისთვის, რომ კერძო ბიზნესს კონდეს განვითარების მეტი საშუალებები, ნაკლები დანახარჯებით, რომ მიუძღვილობას გაიზარდოს და შესაბამისად მივიღოთ მეტი ინფრასტრუქტურა. ანუ რა გამოიკვეთა მთავარ პრობლემებად თქვენ შემთხვევაში? ჩვენ შემთხვევაში არის ალბათ აი როგორც აღნიშნე ლოკაციების პრობლემა იდეაში და ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ რომ ნაკლები ყურადღება არის, შეიძლება ითქვას ასე. სახელმწიფოსგან აი ვისურვებთ რომ თვითმმართველობებს, მერიებს უფრო მეტი ინიციატივა გამოეჩინათ. გამოიყოთ თუნდაც ლოკაციები, ტენდერები გამოეცხადებინათ, ჩვენ მზად ვართ ჩვენი რესურსითაც მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენი თანხით, ჩვენ მოვაწყოთ დამტენები და ასე შემდეგ. უბრალოდ რომ აი ვისურვებთ რომ მეტი ინტერესი იყოს ამ სფეროსადმი და მეტი დაინტერესება. საგადასახადო კუთხით რაიმე ბენეფიტები გჭირდებათ თუ არა? საგადასახადო კუთხით ჩემი უფრო ალბათ კომპეტენცია არ არის, ამაზე ალბათ ვერ ვისაუბრებ. თქვენ ტექნიკური მიმართულება. ეს ინფრასტრუქტურა იდეაში, რომელიც დამტენ სადგურებს ეხება, არა მარტო თქვა დიდ დამტენ სადგურებს, პატარა დამტენ სადგურებს, რომელიც შეგვიძლია სახშიც მოვაწყოთ ადამიანებმა, რაღაცნაირად გაიაფთა, ხო? ეს ტექნოლოგია გაიაფთა, მოკლედ შედარებით თქვა 5 ან 7 წლის იმას თუ შევადარებთ და ჩვენს ბაზარზე როგორ არის? ან ბიზნესი რამდენად აქტიურია ამ შემთხვევაში და თქვენი მთავარი პარტნიორები არიან თუ არა ბიზნესები? მაგალითად, არის ჰორეკა სექტორი, სამშენებლო სექტორი, ამ მიმართულებით როგორ მუშაობთ? ჩვენ რა თქმა უნდა გაიაფთა და იაფდება დამტენები და უშუალოდ დივაისები.
როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე დიდი დამტენები და სწრაფი დამტენები. ჩვენ ფიზიკურ პირებზე არ მუშაობთ, ჩვენი აქცენტი არ არის უბრალოდ როგორ არ მუშაობთ. გვაქვს ძვირიანი დივაისები და აპარატურა. შესაბამისად პრობლემა ალბათ არის ერთ-ერთი და ჩვენი პარტნიორების გამოცდილება გვაჩვენებს. საერთაშორისო რომ მომავალში შეიძლება შეიქმნას ამ იაფასიანი დამტენების პრობლემა. რაც გულისხმობს იმას, რომ არის ძალიან ბევრი ბრენდი, უამრავი ალბათ უსახელო ჩინეთში იქნება უამრავი უსახელო ბრენდებია, რომელსაც არ აქვს არანაირი მხარდაჭერა შეძენის შემდეგ ეს დივაისი უბრალოდ ჩამოდის საქართველოში, უბრალოდ აყენებს ადამიანი ან კომპანია, არ აქვს არანაირი მხარდაჭერა, არანაირი განახლება სისტემური გაფუჭების შემთხვევაში უბრალოდ ფუჭდება ეს დივაისი და არ არის შემკეთებელი არავინ ადამიანი და უშუალოდ ჩვენ ამიტომ უფრო აქცენტი გვაქვს კორპორატიულ კლიენტებზე და აი ამ ერთ წელს განმავლობაში ამდენად გააქტიურებულია რა თქმა უნდა კი, რა თქმა უნდა გააქტიურებულია, მომატებულია იდეაში მომართვიანობას ჩვენთან, როგორც ფიზიკურიდან, ისე კორპორატიულიდან. და ეს კორპორატიული ან ზოგადი პრობლემა ისევ აი ჩვენი მოკლედ თავარი პრობლემა არის ამ ადგილები და ეს რაღაცა ტექნიკური და პროცესუალური პრობლემები რომელიც იკვეთება მერე დამტენის დაყენებასთან, იმის გამართვასთან და ასე შემდეგ. რამდენი დამტენი გაქვთ დღეს უკვე? ჩვენ გვაქვს დაახლოებით 25 თუ არ ვცდები. ეს თბილისში თუ რეგიონებშიც გავედით ბოლო თვეებში და დავაყენეთ დამტენები. და ნაწილი არის საჯარო სარგებლობის, ნაწილი არის კერძოდ აქვთ დაყენებული კომპანიებს. ღირებულებას რაც შეეხება, პრაქტიკა არის რომ ელექტრომობილის განსაკუთრებით თუ ეს ელექტრომობილი საკმაოდ დიდ დიაპაზონს მოიცავს მანძილის სახლის პირობებში დატენა ცოტა რთული ამბავია. პლაგინ ჰიბრიდები კიდევ შეიძლება სახში დაიტენოს, არის ასეთი მოდელებიც, მაგრამ ელექტრომობილების შემთხვევაში ცოტა რთულია და ამიტომ სარგებლობა ადამიანებს ნებისმიერ შემთხვევაში ხშირად უფრო უწევთ სადგურებით. ღირებულება თავად დატენვის დღეს როგორია საქართველოში და გაქვთ თუ არა გაკეთებული ასე ვთქვათ კვლევა როგორ გამოიყურება ეს ღირებულება ევროპაში სხვა განვითარებულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ რომ ძალიან არალოგიკური ფასი არის ზოგადად საქართველოში, იმიტომ რომ ზოგს ძალიან ძვირი აქვს, ზოგს ძალიან იაფია. ანუ რაღაცა ის არ არის დაჭერილი. სრულიად ბალანსი არ არის არანაირი თუნდაც ბაზრიდან გამომდინარე. ჩვენ შემიძლია ვთქვა რომ საკმაოდ ძვირი ტარიფი გვაქვს და გქონდა და მე შევიმუშავეთ სპეციალური სააბონენტო პაკეტები. თუმცა ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია ალბათ საქართველოში, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ეს, რომ გადავიდა კილოვატის გაყიდვაზე და არა წუთის. იმიტომ რომ ადრე იყიდებოდა წუთი და ძალიან დამაბნეველი იყო ყველასთვის რეალურად რამდენი სიღრმე იტენება წუთში ყველა სხვადასხვა კილოვატს იღებს ყველა მანქანა შესაბამისად ძალიან დამაბნეველი იყო ყველასთვის და მე იყო უკმაყოფილება რომ აი ამდენი წუთი დავტენე და წაიღო ძალიან ცოტა და თან არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდე ჩემი პირადი მხრიდან ჩემი პროფესიული მხრიდან რომ ძალიან არ არის მოხმარებელი გარკვეული ამ ტექნოლოგიებში, მოკლედ მანქანას რო ყიდულობენ, ბევრი, ხო. და ტარიფთან დაკავშირებით ჩვენ ზოგადად მე ძალიან წინააღმდეგი ვარ, მაგრამ რაღაცა ფორმის რეგულაციას სიამოვნებით მივიღებდით მონაწილეობას ჩვენ. რომ რაღაცა ტარიფი დაუშვათ დაწესდეს, თან დავაწესოთ ჩვენ ყველამ ერთად და რაღაც ინფრაფარგლებში ჩვენც მოკლედ სათვართ მსგავსი რაღაცისთვის, რომ ფასების თან დავწიოთ, თან რავი. რეგულაციაზე უკეთ ალბათ ის ემუშავებს, რომ რაღაცნაირად განვითარდეს და მე რაღაც კონკურენციის იდეაში ბაზარი მაინც და რა თქმა უნდა დაარეგულირებს თავისით. ჩვენ ფასზე ახლა არ გვაქვს, აი როგორც გითხარით. აი როგორია დიაპაზონი, აი თქვა 1 კილოვატ-საათი საიდან იწყება, სად თორდება ეგ გაკეთება? დაახლოებით იწყება თუნდაც ჩვენი სააბონენტოდან 60 თეთრიდან და ადის რაღაც ლარი და რაღაცამდე დაუშვათ. ხო, სხვაობაა 1 კილოვატში. კომპანიებშიც ეგრე არის, სხვადასხვა კომპანიებში ძალიან სხვაობა არის, ხო. დასავლურ ფასსაც შეეხება სხვა ქვეყნების შედარებით ჩვენთან ძვირია თუ იაფია? ეს შედარება ხო არ გაქვთ გაკეთებული? ეს შედარება, ანუ იდეაში არ ვიცი, ალბათ ზოგ კომპანიას იაფია აქვს, ზოგ კომპანიას დიდი აქვს, იმიტომ რომ ჩვენთან ხო ფასი ძალიან
ცვალებადია იდეაში და ყველა სხვადასხვანაირი შესაბამისად რთულია ამის თქმა. კი ბატონო, სად არის ხელმისაწვდომი თქვენი საჯარო დამტენები, ასე ვთქვათ? მარტო თბილისშია საჯაროები? საჯარო დამტენები არის, სწრაფი დამტენები არის ქალაქის ცენტრებში, მოლებთან და ადგილებში, ძირითადად რაღაც ტერიტორიებზე პარკინგის და ასევე რეგიონებში გვაქვს უკვე დამტენები გაშლილი, ჩვენ აპლიკაციაში არის შესაძლებელი იმის ნახვა. ბიზნესურად სად არის საინტერესო დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარება? ეს ეხება დიდ ქალაქებს, მაგალითად თბილისი, ქუთაისი, ბათუმი ამ შემთხვევაში, იგივე რუსთავი ან ზუგდიდი, თუ ეს არის მაგალითად მაგისტრალები. ანუ თქვენთვის რომელი მიმართულებაა საინტერესო? ჩვენთვის იდეაში დიდი ქალაქებია ამ შემთხვევაში და უფრო მაკეტკენ მივდივართ ალბათ, მაგრამ რა თქმა უნდა მაგისტრალებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე დიდი მოძრაობა მანდ არის და დატენონ მანქანები. მანდ სადაც ლოკაციების გამოწვევა იქნება მაგისტრალებში. ზუსტად იგივე ამბავია ლოკაციების, რომ აი ლოკაციებზე გვაქვს მოკლედ ძალიან დიდი პრობლემა და მაგაზე გვაქვს დიდი სურვილი, რომ ვითანამშრომლოთ ყველასთან. ხო, მანდ მუნიციპალიტეტების ჩართულობის გარეშე რა თქმა უნდა. მუნიციპალიტეტების და თვითმმართველობების და ყველასი, ანუ რაღაცა ფორმით რომ მიიღონ იმათაც მონაწილეობა, რომ შევძლოთ თუნდაც დაწევა ამ ზარდი მანქანების ელექტრომობილების რაოდენობას რომ დავეციოთ და ჩვენ ვთქვათ რომ მეტი დამტენები დავამატოთ. თქვენი აპლიკაცია რა სახელით არის? რა სახელდოფერია? Green Charge Georgia ჩვენ აპლიკაციას, კი. დაინტერესებული იყო საეთეროში ერთ-ერთი კი ჩვენი რეჟისორი და Green Charge Georgia არის აპლიკაცია. ვინც ამ სფეროში მოღვაწეობთ დღეს? როგორია კონკურენტული ბაზარი ერთი და მეორე იცნობ თუ არა ბიზნესები ერთმანეთს და ამ პრობლემებს და გამოწვევებს რამდენად უზიარებთ და რამდენად შესაძლებელია რომ ერთობლივად იმუშაოთ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. ალბათ ჯერჯერობით ძალიან ახალი სფერო არის ეს საქართველოსთვისაც და ჯერჯერობით იმდენად არ ვართ მოკლედ ჩართული ერთობლივად მუშაობაში. ყველა თავისით ცდილობს ალბათ განვითარებას და იდეაში ბაზრის მოსინჯვა არის და მომხმარებლის მოსინჯვა. ყველა ჩვენსავით არის დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ეს პერიოდი აქვს სატესტო, იმიტომ რომ როგორც თქვი მართლა ძალიან რთული სფერო არის. ჩვენს ძალიან ბევრ ამას ვსწავლობთ, თუნდაც როგორი დამტენები უნდა ჩამოვიტანოთ, რა არ უნდა ჩამოგვეტანა და ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ ყველა კომპანია მსგავსად არის და იმედი მაქვს რომ დავიწყებთ თანამშრომლობას. ხო, რაღაც პირველი ნაბიჯებია განვითარების. და თუმცა განვითარება ალბათ ჩვენ ანუ ჩამორჩებით ალბათ გლობალურ განვითარებას და ნუ სხვა ქვეყნებს ალბათ აღარ ვახსენებ იქ ისეთი ამბები ხდება. ხო, ახლა დანიას და საფრანგეთია პირველზე დამტენების რაოდენობით ძალიან ბევრია, 157,000-ზე მეტია თუ არ ვცდები ბოლოს. მაინც ალბათ ჩინეთია იდეაში. არა, ჩინეთი ხო, ევროპაში უგულისხმობს. რომ იქ ძალიან დიდი რესურსი ჩადო სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში და ძალიან დიდი ფული და ხო არა მარტო დამტენებში, იქ ელექტრომანქანებში დიდი რესურსები ჩინეთია. ზოგადად მაგ სფეროს ელექტრომანქანების სფეროს იმის რესურსები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს იმის გამოყენება შეიძლება. მადლობა ბაქარ მობრძანებისთვის, წარმატებები მოგესურვო. ბაქარ ლომსაძე, Green Charge Georgia-ს CTO, ტექნოლოგიების დირექტორი იყო ჩვენთან ერთად.